საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ იმერეთში არსებული ნაგავსაყრელები დაათვალიერა. კომპანიის დირექტორი ობიექტების ოპერირების პროცესს გაეცნო და ადგილობრივი თანამშრომლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ნაგავსაყრელების დღევანდელი მდგომარეობის, მათ შორის არსებული გამოწვევების შესახებ. იმერეთის მხარეში ამჟამად 5 მოქმედი და 4 დახურული ნაგავსაყრელია. ქუთაისში, სამტრედიაში, საჩხერეში, ტყიბულსა და თერჯოლაში არსებული ობიექტები მოქმედია, ხოლო ზესტაფონში, ჭიათურაში, ხოსა და ხარაგაულში დახურული. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, კომპანია ობიექტზე საჭიროების დროს რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს, მიუხედავად ამისა, უმეტესი მათგანის სამუშაო რესურსი ამოწურვის ზღვარზეა. სწორედ ამიტომ კომპანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად აქტიურად მუშაობს ძველი ნაგავსაყრელების ახალი თანამედროვე ტიპის ნარჩენების განვითარების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხზე. დავასრულეთ სამუშაო ვიზიტი იმერეთის რეგიონში, მოვინახულოთ რეგიონში არსებული ყველა ობიექტი, შევხვდით სახელმწიფო რწმუნებულისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს, შესაბამისად შევთანხმდით სამომავლო გეგმებზე. დღეს ჰქონდა სამუშაო შეხვედრა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის სახელმძღვანელთან, ადგილზე გავეცანით მუშაობის სპეციფიკას და ასევე ერთად დავსახეთ სამომავლო გეგმები.